პირველ რიგში არ უნდა იგზნო თავი არავისგან განსხვავებულად, უნდა მიხედო და მოუარო საკუთარ თავს და ყველა ადამიანს აბარია თავის თავი და მან უნდა მიხედოს თავის თავს და ყველაფერი მართვადი არის და შესაძლებელი არის თუ თვითონ მოინდომებენ. მე ვარ გოგა გოგისვანიძე, წარმოშობით ვარ ქუთაისიდან, ამჟამად ცხოვრობ თბილისში. ვარ სტუდენტი, ვსწავლობ პროგრამირებაზე და ბავშვობაში დამიდგინდა დიაგნოზი ჰემოფილიის. ჰემოფილია არის სისხლის ერთგვარი დაავადება, რომელიც ნიშნავს ცილის ნაკლებობას სისხლში, რის შედეგადაც სისხლის ჩაქცევა არ იწოვება ისე მალე, როგორც არის ნორმა. დიაგნოზისგან გამოწვეული ბავშვობაში სირთულეები რაც იყო ის, რომ უნდა მიმეხედა ჩემი თავისთვის მეტად ვიდრე სხვა ადამიანს, რადგან ძალიან მიყვარდა თამაში, კართობა, მით უმეტეს ფეხბურთის თამაში და სულ ვახერხებდი მაგას. მისგან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ეს პრობლემებიც გადავლახე და ალბათ იმიტომ, რომ უვლიდი საკუთარ თავს და ვცდილობდი იმას, რომ რამე სერიოზული ზიანი არ მიმეღო თამაშის დროს. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მშობლები ნერვიულობდნენ, მაგრამ მაინც ეგრე შეზღუდული არ ვიყავი, რადგან არ მეგრძნო მე ალბათ ის, რომ არ შემეძლო რაღაცის გაკეთება. და რა თქმა უნდა, დიდი იყო მშობლების როლი ამ ყველაფერში. პირველ რიგში დიდ ყურადღებას მაქცევდნენ და იყო რაღაცეები, როდესაც მიშლიდნენ, თქვათ, არ ითამაშო, ეგრე არ გააკეთო, მაგრამ მეც ვითვალისწინებდი ხოლმე. მაგრამ მაინც გამოდიოდა რა და მაინც ყველაფერი შევძელი, ესე რომ ვთქვათ, რაც სურვილიც მქონდა, ყველაფერი გავაკეთე. და არასდროს არ მიგზნია თავი შეზღუდულად. ბავშვობიდანვე მიყვარდა კომპიუტერები, კომპიუტერის გამოყენება, თუნდაც თამაში და შემდეგ ჩემითაც ვისწავლე დამოუკიდებლად რაღაცეები და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ პროგრამირება მესწავლო. საუნივერსიტეტო პროცესი ჩემთვის კარგი არის, არ არის რთული. რადგან ერთგვარი გამოწვევა არის ცხოვრებაში, ასევე ამასთანავე მუშაობ სამსახურში და რავი, ყველაფერს ვახერხებ ერთად. გააზრებული მაქვს ყველაფერი და ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას. ცხოვრების წესად მაქვს ეგ, მედიკამენტს მივიღებ და ჩვეულებრივად ვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში ესე გავაგრძელებ. ეს მედიკამენტი რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ცხოვრება. რადგან ყველა ადამიანმა შეიძლება რაიმე ზიანი მიიღოს და ამ მედიკამენტის არ ყოფნის შემთხვევაში ეს ზიანი ძალიან გართულდებოდა და რთული იქნებოდა ამის მართვა. პირადად ჩემი ცხოვრება შეცვალა დამოუკიდებლობისკენ, რადგან მე წარმოშობით ქუთაისიდან ვარ, ეხლა აქ დამოუკიდებლად ცხოვრობ, მარტო ცხოვრობ და საერთოდ არ მიჭირს ამის მიღება. ჰემოფილია არის შეუზღუდავი უნარი, რომელიც აქვს ადამიანს, შეუძლია მისი მართვა და ყველაფრის მიუხედავად გადალახვა იმ სირთულის რევით შეხვდება.